ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში დაიწყო. საუკეთესო მეღვინეების ვინაობა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ბათუმის დრამატული თეატრი ჩავსვოთ. თქვენ ადევნებთ თვალს დაჯილდოების კადრებს. ვანო ჩხარტიშვილმა. ასევე ამ ნომინაციაზე პრიზი დააწესა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რამდენიმე წამში გავიგებთ ამ ნომინაციაში გამარჯვებული პიროვნების ვინაობას. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აჯილდოებს ოჯახში დამზადებული ღვინის მეოთხე ფესტივალში მონაწილეს ბატონ გიორგი სარდანაშვილს ნომინაციაში იშვიათი ვაზის ჯიშისაგან დამზადებული ღვინო. ხო, ამობრძანდეთ. გიორგი სარდანაშვილი. გილოცა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმის დრამატული თეატრიდან, სადაც აჯილდოებენ საუკეთესო მეღვინეებს და მას საქართველოს პრეზიდენტი და მეუფე დიმიტრი ესწრება. ასევე ნომინაციები იქნება, რომელშიც დაჯილდოვდებიან საუკეთესოები. საზეიმო კონცერტი გაიმართება ნომინაციის შემდეგ. მაყურებლის წინაშე ანსამბლი ბათუმი ქართული ხმები, თესეუ გორდელა და მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია პანსიონის ანსამბლი ხარება წარდგებიან. ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ბათუმ ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით ბათუმში მეოთხედ ტარდება. მეოთხედ ვატარებ წელს და ალბათ გამოვთქვა ყველა ცნობილი დეგუსტატორებისას თუ გეტყვით რომ წლიდან წლებზე უფრო უმჯობესდება ღვინის ხარისხი. და აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ და დავასკვნათ რომ ფესტივალმა თავის მიზანს მიაღწია. რომ ხარისხით უკეთრად გაუმჯობესდა ღვინოების ხარისხი. ჩვენ ფრიად გვიხარია რომ ესეთი სიცოცხლის უნარიანი შეიქმნა ფესტივალი. მთელი საქართველოდან იქნა შემოსული ნიმუშები ღვინის, დაახლოებით 200-მდე ნიმუში შემოვიდა. ისინი იქნა სპეციალისტების მიერ შემოწმებული და მოხდება მათი დაჯილდოება. ეს არის ჩვენი ერთგვარი მოგზაურული წვლილი იმ ჩვენი უდიდესი კულტურის, რასაც მეღვინეობა, მევენახეობა ქვია.